მე არ ვიცი. მოგესალმებით. მეც მოვედი. მეც მოვედი. მოგესალმები მაგრამ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ტელემაყურებლებო და სპორტის მოყვარულებო. დღევანდელი დღე მეგონა რომ იქნებოდა უბწყინვალესი, უმშვენიერესი. განსაკუთრებით სპორტულად, მაგრამ ნურას უკაცრავად. აი ძალიან რთულია ეხა მართლა აი ამ ნოტაზე დავიწყოთ, რომ ხალხს კი უთხარით, რომ ესე მრავალფეროვანი წარდგენა გვექნებოდა ამ ვიდეოში და ესეც მოვიქეცით, აგერ 4-ნი ვართ. აი ვიცი, მრავალფეროვნების რა მოგახსენო, მაგრამ ეს მრავალფეროვნება რო სტადიონზე არ დაგხვდა, ეს ცხადია და მაგის გამო ჯერ ჩემო ძვირფასებო ვიყავით 21 წლამდელთა თამაშზე. 21 წლამდელთა თამაშზე ვიყავით, პირველ რიგში ამას გეტყვით და კი იცით როგორც მორჩა ეს თამაში 2-0 წავაგეთ, კიდევ კარგი რომ მეტი არ წავაგეთ, ალბათ ესე შეიძლება ვთქვათ და იგივე ხდებოდა დიდების თავსაც 2-0-ს ვაგებდით, მაგრამ ლოჩოშვილის გაგიჟებულმა თამაშმა და თავგანწირულმა თამაშმა მოგვიტანა ის პრესტიჟის გოლი. თუმცა პერიპეტიებს უკვე შევუყვეთ ახლა მეგობრებო და არ ვიცი, თქვენ როგორი კმაყოფილი ხართ პირველი თამაშის, მერე მეორე თამაშის, არ ვიცით, მაგრამ ჩვენ მოგახსენებთ ჩვენს კრიტიკულ დამოკიდებას, იმიტომ რომ ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია აი ამ თამაშების ყურება, ხო, ესეა რა, როგორც პატარები, შევძლებთ უბრალოდ გაინტერესებს სად გაწდეს ეს წამი. 30 წელია ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ და ჩვენ შემატკივრებად ვრჩებით. ჩვენ ნაკრებს ეროვნულ ნაკრებს ზოგადად ვიხი რას, აი რაღაც ამონათება, გაწყინება, ცოტა ხმამაღლა, ჩემპიონატი ევროპაზე გავედით, მშვენიერი თამაში, ღელვარება, სიხარული, რა, ყველაფერი მოგვიტანა და ეგეთი ბედნიერი წუთები გეფიცები, მე ვარ 40 წლის ხდები ხა, მე არ მახსოვს, რას თელი ქვეყანა ზეიმობდა, კაცო, რას ლაპარაკობ. კი ბატონო, ნამდვილად ზეიმობდა. საოცარი წუთები, საოცარი პერიოდი, ანუ გათენებული იყო და კიდე ჟერია მოვიდა სიგნალი და ნუ რა ხდებოდა, ყველას მოგეხსენება, ხა რა მე რო არ მოყვე და წოლა მიჩით. ხო და ამ ხელა ბედნიერებას გვანიჭებს ფეხბურთი ჩვენ. ქართველ ადამიანებს. ჩვენ ვართ არანორმალები, არანორმალები და როგორ არის, იცით, ეხლა ჩვენ მაყურებელთან, ჩვენ ვართ ქართველები მაქსიმალისტები, ჩვენ გვინდა მაქსიმუმი ყველა იმისგან. მაქსიმალისტები ვართ. არა ობიექტურები ხო. რამდენადაც საშუალებაც ჰქონდა და შესაძლებლობაც ამ შემთხვევაში და ყავს, შემადგენლობა ყავს, ინდივიდუალურად არის. ობიექტურად მაქსიმალისტები. კლიანობაში, რა ვიცი, ძალიან წინ ვიყავი და მეგონა რომ რაღაცა ხანა იწყებოდა. ძალიან კარგი სიტყვა ახსენე ინდივიდუალიზმი და გავიგე რომ კარგი ფეხბურთელები ყავს, მაგრამ ეგ გუნდთან მიმართებაში რა ხდება? არა, გუნდი არა ვარ. გუნდი არა, გამარჯობა. ნუ მე ვამბობ ამას რომ გუნდი არ ვარ ეხლა, თქვენი თქვით, აგერ 4 ადამიანი ვიმყოფებით და ყველა თავისას იტყვის თავისთავად, მაგრამ გუნდი როგორც ესეთი ჩვენთვის ცნება არ არსებობს. აი ესეთი ხო, აი ესეთი არაშეკრული, ამიტომ მინდოდა ამას მოხერხება. არა ჩამოყალიბებული ვერ მივხვდი, რა გვინდოდა და რის მოხერხება უნდა ვერ მივხვდი. რა გვინდოდა. ხო, ანუ რაღაც მომენტში ეგეც გასულები არ ვარ და ესე ცუდად იმოქმედა. დამთავრდა всё, უკვე ანუ ბოლო თამაში და ვერ ვახდებს და ამიტომ აღარ ვითამაშოთ. აი რა ამბავია. ცხადაძის პერიოდის ნაკრები მოგწევა, როგორც გერმანიასთანაც უშანსოდ ვიყავით, მაგრამ ვითამაშე, წავაგეთ 3-1. შვენიერი ფეხბურთი მაგრამ მაგარი ფეხბურთი ვითამაშეთ ესპანეთთან უკაცრავად ჩავაგეთ. 2-1 წავაგეთ. კანკავას დიადი გოლი. კანკავას ძალიან მაგარი გოლი იყო მაგ თამაში, მაგრამ ჩვენ ესპანეთთანაც თუ გვაქვს წაგებული ეს თამაში, ესპანეთთანაც წაგებული გვაქვს ეს თამაში, ვითამაშოთ რა ის ფეხბურთი, ის შედევით ფეხბურთი, ის ტექნიკა რაც გვაქვს, შეიძლება გუნდურად ვერ შევეწყოთ როგორც გუნდი, მაგრამ დავდოთ რა ის ტექნიკა, დავდოთ რა ის მომენტები. აი ჯიგარი არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ამბავია. ჯიგარი, აი თემას დავდეთ რა, თემას კონკრეტულად, იმიტომ რომ ბევრი რაღაც აი ილუზიაში მყოფი ხალხი თulis რომ რა შუაშია თურმე თავარი მწვრთნელი ხალხო აი შუაში ხარ და თავში ვარ ჩვეულებრივ შოქში ვარ რომ თურმე რა შუაშია თავარი მწვრთნელი გუნდი რომ ესე თამაშობს და რო ვერ ვიგებ და ასე შემდეგ. აი ხა 4-ნი ვარ და ყველას ხმა მაინტერესებს გასაშვებია თუ არა სანიოდი.
წინავიდეოში თქვი რომ მეთქი ძალიან დიდი მადლობა სანიო. კი ბატონო. მიბრძანდით ბაყაყები ჭამეთქო და იგივეს გავიმეორებ. ბაყაყი ჭამინა სანიო მიბრძანდით ეხა საფრანგეთში და მიირთვით თქვენი კერძი და დაგვანებით თავი, იმიტომ რომ მადლობას გეუბნებით ყველაფრისთვის რაც გააკეთეთ და მიბრძანდით რა. ხო. რესურსი უკვე უფსკრულშია. ხო, არა, რაღაც ახალი ცვლილება გჭირდება, აუცილებლად ახალი ენერგია გჭირდება. მოდი ვთქვათ ყველაზე მთავარი, როგორი მწვრთნელი გჭირდება? აბსოლუტურად აი, მოდი მე დავიწყე მე. რა, ჩემი კონკრეტულად აი რა, მე რასაც ვფიქრობ გულით და რაც მართლა მესურვება და ძალიან დიდი იმედიც მექნება ალბათ რა, სავარაუდოდ, იქიდან გამომდინარე რომ აი მე აი ვისურვებდი და ძალიან აი გულით მინდა ესე ვთქვათ, შემტევითი, რასაც ვთქვი, აი შეტევითი გახსნილი ლაღი ფეხბურთი რომ ვითამაშოთ აი ფეხბურთით ვისიამოვნოთ და დავტკბეთ. თუ გინდა 6-0 წავალ. საქართველოში დარწმუნებული ვარ არ წავაგებთ, იმიტომ რომ უბრალოდ ჩამოყალიბებული რაღაცა ლამაზი მშვენიერი ფეხბურთი რომ შევთავაზოთ ნებისმიერ გუნდს მაგის საშუალება გვაქვს. ერთი ბანალური გამოთქმა აზერობს. თავდასხმა ყველაზე კარგი თავდაცვა. რა თქმა უნდა. ესე გამოგვივა. ჩვენი შეტევის ეშინოდეს ყველა გუნდს. რა მოდი ესე გუნდი ხო შეიძლება რომ ყავდეს რაღაც ის ტაქტიკით ვითამაშოთ. სადაც ყვარაცხელი ყავს, მიქაუტაზე ყავს, კიტაიშვილი ყავს. რა ვიცი, ხალხო. ფარერებს რომ მისცა ესეთი ფეხბურთელი ერთი იმის გარშემო არერებს და ფარერებზე ჩამოვარდა 12 ქულა მოაგროვა ფარერებმა. თან არა ვიცი, შურს როგორ შურს. მონტენეგრო, ჩეხეთი, ხორვატია ყავდა და როგორი ხორვატია, ეს ხორვატია გაგოუგნებს ჩვენ სოფლიოში. ძალიან მაგარ ფეხბურთს ითამაშებს, ძალიან მაგარი. როდის არ თამაშობს ეხლა რომ და მაგრამ ეხლა ძალიან მაგარი თავობა მოვიდა და ძალიან მაგარი გუნდია. ფარერებმა 12 ქულა დააგროვა. სირცხვილია ეს ფარერები ამ ბულგარეთზე ბევრად მაგარი გუნდია. მოკლედ ერთ რამეზე ხო ვთანხმდებით ყველა რომ გავიგეთ რომ კარგი ინდივიდუალისტები ყავს, კარგი ფეხბურთელები ყავს, ჩემპიონატში თამაშობენ, კარგ გუნდებში თამაშობენ. გუნდს ხასიათი რომ მოსაძებნია, ამაზე ვთანხმდებით ყველა ხასიათი მოსაძებნი გვაქვს და ზოგადად სტილი გვაქვს მოსაძებნი ბოლო რა ხასიათი მაგას გულისხმობს ხასიათი რომ დაღიმებულს და დაღუნებას კი არ გულისხმობს. ჩვენი საფეხბურთო ხასიათი მოსაძებნი გვაქვს. ანუ რა ფეხბურთს თამაშობს და ანუ რას ესე ისა ჟარგონით რო თქვა, რას ვაწვევით, რა ფეხბურთს ვაწვევით. ნახეთ მე სანიოლის ვარიანტი იმასთან ერთად აი ვაგებს გეტყვით რა სანიოლის მიმართებაში რომ სანიოლის თვითონ აი სამწუხაროდ არ ვიცი სამწუხაროდ თუ რეალურად რომ იმჟეროთ როგორც ნამდვილი ფეხბურთში გარკვეული ხალხი და ვისაც ნამდვილად გვიყვარს ჩვენი ფეხბურთი სანიოლს გაუმართლა ამ ევროპაზე მართლა გამართლების ხარჯზე გავედით ჯგუფიდან და გამართლების ხარჯზე დავდეთ ეს შედეგი მაგრამ ამ ადამიანმა უბრალოდ რაც გაკეთდა არ არის საუბარი იმაზე და ამადური და უკმაყოფილო არავინ არ არის უბრალოდ ყველაფერს აქვს რაღაც დასაწყისი და დასასრული და ამ შემთხვევაში ჩვენ რაღაცა სხვა განვითარება გვაქვს საჭირო სხვა წინ მიზნები უნდა დავსახოთ და შევასრულოთ იმიტომ რომ დროს სწორად გილს ვიმსახურებთ ნამდვილად რა ეს ისეთი თაობა არის არ არის ხელიდან გასაშვები აი ამიტომ შემოვარი ეს რაღაცა ხალხი ჩაიყარა გაიპლანოს რა ერთი ევროპაზე გავდიდებს რომ ამით დამთავრდა მე ვფიქრობ რაღაცა ერა უნდა წავიდეს ამის და რაღაცა ეკონომიკებთანაც მინდა ის თქვა და სამახსოვრებელი იყო ჩვენ როდესაც ნახეთ ჩვენ როდესაც თუ თქვა შემთხვევით როგორი იყო თუ არა ერთა ლიგის პლეიოფიდან გამომდინარეს საჩევეხები ერთა ლიგის დროს ჩვენ მოვიგეთ 4-1 ჩეხეთთან, მოვიგეთ 1-0 ალბანეთთან გასვლაზე, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდი არის და უკვე სოფლიოზე გავიდა და საკმაოდ ისეთი ჯგუფიდან გავიდა, ხელწამოსაკრავი ჯგუფი არ იყო და ყარი მეორე ადგილით გავიდა. შემტევი გუნდია, რომელსაც რა თქმა უნდა, რომელსაც ჩვენზე კაი ინდივიდუალისტები ნამდვილად არა ბიჭო, არა. მაგრამ გუნდმა დადო შედეგი და გავიდა მსოფლიოს. ჩვენ გვჭირდება ლაღი ფეხბურთის მიმდევარი სტილის, ანუ ჩვენ ვართ ინდივიდუალისტები. საქართველოს ეზოს ფეხბურთის რომ ავიღოთ, ყველა ჩვენი თაგანში არის ანუ ხატრები ვართ რა, ანუ ჩვენ ინდივიდუალურად უნდა შექმნა, ანუ ჩვენ დაცვა შეგვიძლია რა. ვერ ვითამაშოთ. თუმცა ეგა შეგვიძლია. ეგეც შეგვიძლია, მაგრამ უბრალოდ ჩვენი სტილის წინაშე ჩვენ რაღაცა ხასიათი არ იქნება. რაღაცა ცოტა ისეთი ბოდიშის მოხდით, ცოტა ისეთი ისტორიული პერიპეტიები მინდა ეხა იმაში ფეხბურთში შემოვიყვანო რა. ნახეთ, ფეხბურთს ყველა ერი თამაშობს ისე, როგორი ხასიათიც აქვს, როგორი ისტორიაც აქვს.
ბრაზილიელები რატო თამაშობენ ისე რომ ვიღაცა ესე ბურცფეხი გადაატარა იქ ქუსლიდან ამოიტარა იქ მაკნატილა დაარტყა იმიტომ რომ ქუჩაში ლაღა ცხოვრობენ ლაღი ხალხი არის გართობა ხალხი არის გერმანელი როგორი არის პედანტი შენ აქ დადგები აი ამას გააკეთებ შენ ამას გააკეთებ შენ ამას გააკეთებ 90 წუთი ყველა თავისუფლად აკეთებს ესპანეთი ამიღოთ რა ეს რაღაცა კონტაქტური ხალხი ბევრი ლაპარაკი უყარ ტიკი-ტაკა რა არის რა მოგაწოდე მომაწოდე ხო ხდები ეს ამ ხასიათის ბუნებაში ჩვენ ვარ ტექნიკა ჩვენ ვარ სხვა ამაშია საქმე და ზუსტად მაგის თქმა მინდა რომ ჩვენ ეს ხასიათს რომ ვიძახი კაცო ხასიათს ამ მოწყენილობას და მხიარულებას კარგული შენი ხასიათი შენი ქართული ბუნება ამ ფეხბურთში თუ არ გადმოიტანე ისევე როგორც გერმანიამ ისევე როგორც ბრაზილიამ ისევე როგორც ესპანეთმა ანუ ეგ თუ არ ვიპოვეთ ჩვენი ფეთქებად და ჩვენი ბზონოს უნარიანობას დამანახეთ სადმე იყო ან ახალგაზრდულიდან ან ეხა სადმე იყო მანახეთ ეგ სადმე ამაშია საკა მაგას ვიძახი რომ ეგ გვაქვს საპოვნელი სული რა ყველა ამოგვაცალეს ეს სული რავი საწავიდა ძმაო ეს ვერ გავიგე რა ჭირს მართლა რავი არ ვიცი რა მე ისე ხო ვიყავით სტადიონზე მოვკვდები სტადიონზე და პირდაპირ დაიწყო თუ არა თამაში მივხვდით რომ არასწორი ტაქტიკით წავიდა თამაში და ტაქტიკაზეც არა კიდე იყო მაგრამ ყველა გამოსული ძმაო არ ვიცი რა დაცვიდით რომ იწყე კიდე რა უნდა და მართლა ოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს მაგარი გითხარ ხო რა უნდა კიდე მაგარი არა მე სხვა მხრივ გეუბნები შეიძლება დაჭირეს და ითამაშოს და საყულ ვიცი რა უკანას მაგრამ ანუ ეგ გამომული სიტუაცია ქონდა რომ კიდე გადამწყვეტი თამაში არისო და არაფერი გოდიში უკან პასი ხო უკვე ჩხუბობთ ხო უკან პასია გადაგულები უკან პას თავი დაანებე დაცვით თამაშს რო იწყებ გერმანიასთან რომ აი უნდა დავიცვა თავი 90 წუთი კოკა წყალს არ მოიტანს ყოველთვის რა ჩაგიწოდებს ერთ ისეს რომ მაინც გაგიტანს და 0-1 რო წააგებ კმაყოფილი იქნები საბოლოოში მაინც რო წააგებ აზრიანად ხო და მაგას გეუბნები კმაყოფილი იქნები აი რა არის ეს რა უბედური ჩანასახია რომ გამოდიხარ პირდაპირ დაცვითი თამაშით ნუ აი არ ვიცი რა არაფერს გაძლევს რა აი თან ხვდები აი არაფერს გაძლევს ესპანეთთან ორივე თამაში ხო ეგრევე თამაშეთ კონტრშეტევებზე რომელსაც არ მოგწევს აზრია ბურთს არ გაძლევს კუნთი და შენ ჩამოდიხარ და დაცვაში გები და ელოდები რომ რაღაცა შეცდომას დაუშვებ და კონტრზე წახვიდე კი აუცილებლად აი ხაპარის ერთი გოლი რო გავიტანეთ იმის მერე ისწავლა ესპანეთმა შანსი არ ელემენტარულად მაგალითი ის არის რომ ესპანეთთან იმანაც თავის კარში გაიტანათ აი რა ეხლა ესპანეთთან 6-0 წააგო სახში და იმის მერე რა ქნა ისწვი შენ პირიქით ისწავლა თამაში და შეცდომები გამოასწორა და ესპანეთს ბოლოს უგერდა მე აღარ მინდა როგორც მენტალურად ისე ტექნიკურად იმის რესურსი აღმოაჩნდა რომ თამაში გადაატრიალა თავი წაგება გახადა წამალი ბიჭო წამალი ანუ გაფეთილი მიიღო სხვა რაღაც მიმართულებები მიცა რა თამაშს რა არა იცი რა არის შეიძლება არ წაგებდეს თამაში და შეიძლება 6 გოლი 0 წააგო ანუ ეს შეიძლება ისე ვამბობ რა რაც მოუვიდათ რეალურად ხო 6 0 მართლა დაფიქსი და შედეგი კი ბატონო გამოვიდე ძმო ჟილკა ვითამაშე ყველაფერი დადეს მაგის თავიდან გადაადუღეს ყველა ბიჭო გადაადუღეს კი ჩვენც მათ შორის მიგვაძვეს ჩვენ ზაბარაღა ჩვენ ვართ ბულკები მე არ ვიცი უბრალოდ ქიშმიში მაინც გქონდეს ქიშმიშიც არ არის არა მოდი წეხან ყველაზე მთავარი იმ ძარუზე რო ვლაპარაკობდით რომ ნაკრებში უკვე ყველაფერი გატრუხებულია ესე ვთქვათ ევროპაზე გავედით და მოსულა ეხა არ თამაში თუ ყველაფერი მოსულა ყველაფერი მოდი მე ვთქვი ეგრო ყველაფერი მოსულა იგივე თამაშიდან შევამეთქი რომ ნაკრებში მოხვედრა ძალიან იოლი ამბავია და უკვე პასუხისგებლობა თითქოს აი რაღაცა თითქოს არ ვიცი სად არის პასუხისგებლობა რა ჩვენ ვამბობთ ყოველთვის ჩვენ თავზე რომ აი რამხელა პატივია კიდე ვერ ვხედავ თამაშ ჩვენ ნაკრებს. აი მე ვერ ვხედავ, რა ვიცი, თქვენ შეიძლება ხო არ მე ვერ ვხედავ, მაგრამ უნდა გეტყობოდეს. აი თე ჟილკა მაგას არ ვიცი, ემოცია არ არის, მაგრამ ნაკრებში ხარ თუ სადღაცა ორღობეში ხარ, უკვე ვეღარ ვატყობ რამე სხვაობა არის. კლუბში თამაშობს, უბანში თამაშობს, ნაკრებში თამაშობს, რაღაცნაირ ზერალ დამოკიდებული. აბა კლუბში ითამაშოს ეგრე. მე მართლა ეხლა ვერ ითამაშე. როგორც ფეხბურთელი, კაშიას ვაფასე. ეგ ერთხელ ნაკრების იყო. ეგრევე ელემენტარულად ადამიანმა ამოწურა აი თავს და იძულება აქ ყველაფერი პირიქით არის. სკამზე დაждდება აი.
ხალხს ვერ აიღებს, ბონუს ვერ აიღებს, იქ უნდა იყოს ფორმაში ყოველთვის და აქ რაშია საქმე, რომ კაი, გასაგებია იქ ამ რაღაცა ყველაფერი მესმის, ეხლა რა მართლა ის ხო არა ვარ თუ ნამი არ ვიცოდეთ რა როგორ ხდება, მით უმეტეს დღევანდელ დღეს, მაგრამ ეგ იმას ხო არ ნიშნავს, რომ კლუბში შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი თამაშები იყოს, გასაგებია ერთხელ მოხდეს ესე არ მეორეჯერ, მაგრამ ნაკრებში რო ხარ. შენ იმიღო ხო ახარ ნაკრებში. რომ შენ კლუბში თავი შეინახო და იქ რა ქვია შეინახო მუხლები, ფეხი, კოჭი და ასე შემდეგ და ნაკრებში უბრალოდ გამოხვიდრო დაფიქსირდე თუ მე ცოტა პირიქით მგონია მაგრამ ფაქტია ეგრე ხდება ხო და მაგას ვიძახი ანუ რატო არ არის მეთქი ეს პირიქით როცა იყო ეგრე შედეგი ეგრევე გამოჩნდა არ დააყოვნა თან ხო ესია რატო გაგრძელდება ანუ რა ხდება ჩავშიო დავიფარე საბანი და დამთავრდა ყველაფერი ფეგური დამთავრდა შევ მოვიგეთ ყველაფერი თუ რა ხდება ასიათი გოც საშინე აი როდესაც ფეგბურთელი როგორც კაკავას შემთხვევაში იყო რო კაკავა ჯიგარი ძმაო ძალიან დიდი ჯიგარი ქონდა ძმაო და იმით იყო მაგარი ხალხი 5 მეტრს თუ 10 მეტრს ისე აიბედა როგორც საჭირო იყო კაცი წავიდა ნაკრებიდან როდესაც კაშია ხარ ასე თამაში ხო მართლა ის ბრძოლებს იგები თომე ძმაო ძალიან ბევრი კაი სახი გააკეთა მაგრამ ხო ყველას თავის დროა ალბათ მაგრამ წახვიდე რა და დათქო რა ისე აი ხარ არის რეკორდზე წახვიდე და მეტი ვითამაშე რეკორდი ისედაც არის ახლა რამდენი რა ვიცი მე ჯერ მაგალითად რამოდენიმე ფეხბურთელი წავიდეს ადამიანი რომელიც უკვე ამოწურა თავი ცოტა ფეხბურთელი ყავს ეგეთ დავიჯერო შემცველები არ არსებობენ აი როგორ დავიჯერო რომ თუნდაც ეროვნული ჩემპიონატიდან არა რატო არა რა მე როცა ვარ ისე მწუთუნელი მე უნდა დავინახო მაგის ჩამნაცვლებელი და არ ხედავ. არ ხედავ სხვა არის. ეგ არის, აი ხა დღევანდელი ის რა ქვია, მოცემულობა ეგ არის, არ ხედავ. თანავარ მოკვდება მოედანზე, იქამდე არ დავინახავ. აი რა უბედურებაა, ვერ არის, მაგრამ თუ ისედაც ნახეთ როგორი სიტუაცია ხა მეგობრებო, რომ თუ ეს ჩემპიონატი ისედაც ჩაგდებული გვაქვს 3 ქულა. თამაშობ ბულგარეთთან. კიტეიშვილის ფლანგზე დაყენებით. საერთოდ შეცვლაზე შემოიყვანეთ. და ცოტა ახალგაზრდა თამაში, მაგრამ ეგ რაღაცა ვიზა. აი მექვაბიშვილის ვარიანტი რო ავიღოთ. ჯვარია დაწერილი? მექვაბიშვილის ჯვარია დაწერილი ხალხო. კიტეიშვილის მაგივრად ეს ახალგაზრდას ეთამაშა 18 წლის. სულ მივდოთ მაგის რო აი ჩვენ მაგალითად აი ამ წუთში ან პირდაპირ მე ჩემ თავზე ვიტყვი რომ მომწონს არ მომწონსზე არ არის ლაპარაკი. ვინ მომწონს და ვინ უნდა იყოს და მე რახან მომწონს ის უნდა ეგ არ არსებულია რა. ანუ უბრალოდ ეხა ვიღაცას გონია რომ ეხა მე ჩავაცივდი მექვაბიშვილს არა. უბრალოდ ჯვარია ამაზე დაწერილი ხალ ხო თუ ვერ გავიგე რა. მე უფრო მეცადე კაცო რომელსაც ტიპს არ შეუძლია ხალხო აი არ შეუძლია ამ ბურთის განაწილება და ამოტანა და ასე შემდეგ არ შეუძლია. კიტეიშვილი არ არის ტრავმირებული ხო ფლანგზე აყენებს. უი დღეს რა მოხდა მარცხენა მცველზე მაგით დავანთავროთ რა. მაგით კიტეიშვილი ყავს მექვაბიშვილს აყენებ და კიტეიშვილის ფლანგზე დაასვინა კიტეიშვილი და კაი მექვაბიშვილი გააკეთე. ჩააყენე კაში რა ეს კიტეიშვილი რა უნდა მარჯვენა მცველად ბიჭო მეხადავე. კაში დააყენე. ბარემ მაგარი მეწარია და აბა რა ანახე მცველი და რა ის მცველი. რა მარჯვენა დაცვა რა ბიჭო. მარჯვენა დაცვა უთმართო. უბრალოდ ესეთი შემადგენლობა რომ გამოდის უბრალოდ ეს ჩვენი ტრენერია კარში ვინც არის ჩვენი დააყენე მაი რა კარში დააყენები რა ან მე მგონი და მამარ და ყოფილი ხაი რა ნახოთ რა პრობლემა ეს არის გადაუჭა ამბავში ათურა რა პრობლემა იყო აი არ ვიცი რა ერთალი გადაუჭა მამარ და ყოფილი იყო რა მცველად და დააყენები ან მამარ და ყოფილი გავუშვა ჯობია მაღალი მაინც არა კატასტროფა ხდება ნაკრების ამბავში კატასტროფა სული არა აქვს ნაკრებს რა არა სულს თავი დაანებე რა აი როცა როცა აფეთქალებული გახდა ისევ და არ მეგონა რომ ესე მალე მოხდებოდა ესეთი ამბავი რა ვაი ძალიან ესეთი ფეიდი თუ იქნებოდა აი ისე ძალიან ცუდია ხო რა ანუ თითქოს ამ ხელა წარმატების მერე ამ შემადგენლობას გაუწყებაზეც არ არის აი მოდი რა მარტივად რა ვთქვა იცი რაც არის რა ეხლა ხო სხვა რაღაცა ხო ვიგონებთ არაფერს ანა ის განწყობა წავაგეთ მე რაღაც იყო თამაშები მაგის მე ვერ ვითამაშეთ ყოჯახ ბიჭებო ის ბრძოლა არაფერს არაფერი არ დაგვიკარგია პირიქით შემართება სტადიონი გავსება დაიწყო უკვე სიარული აქტიური გულშემატკივრობა წავაგეთ უკვე რაღაცა ცხოვრება დაიწყო კი ბატონო რაზეა საუბარი რა ჩელუთ გააკეთე და უცბად მივდივართ იქამდე ისევ რომ ისევე ეს რაც ის ჯიგარი და ის რაღაცა აი ისევ გაქრა აღარ არის სადაც
აი ვაში რა ხდება ვერგა ქესკნელი იწყება ისევ ახალი ვაი ვერ გავიგე აი არ წარმომიდგენია რომ აი ხა ვითომ რაღაც რა დრამატულად ლაპარაკო ვიღაცა შეიძლება თქვას რომ აუ რაღაცა დაასაფლავა და ძალიან ჩავიდა და ისი დრამატიკა ფაქტია რომ საერთოდ ავში არც არის საკვა გარჭობილი არ ჯილკა თუ ვინმეს მაგის წაგებაზე ხო არ არის აქ მარტო ლაპარაკი არ გვითამაშია პოტენცია ჩვენ ხო ანგარიშია დავნებდით ფეხბურთი არ გვითამაშია ფეხბურთი არ დავნებ ხო და პოტენციალი არ არის და ეხლა ვინ ხედავს მე აი ძალიან შორს იმ ხალხის რომ აი რა რეებს ფიქრობენ რა უნდა მაგას ოპტიმიზმი აღარ გვია ეხლა თუ მაგას ოპტიმიზმი აღარ გვია ეხლა არ ვიტყვი ეხლა მაქსიმუმად ეხლა მაგას თუ ეხლა კიდე იძახის ვინმე რომ მოიცადე ეხლა ბიჭებო რაღაცა ესე არ არის ესე ცუდად არ არის თუ თამაშმალა თუ რა ბაზარი ხო ხედავ და ვიღაცები უფრო სხვა შრეებში ხედავენ რომ აი თურმე ამ ნაკრებს ნუ აკრიტიკე იმიტომ რომ არიცი რა ჯერ ნახეთ როგორი სიტუაცია როდის უნდა გამოაჩინო 4 საბოლოოს ვაკეთებ სახში ესპანეთთან და არ ვიცი ეხლა კი კვარაცხელი კაი ბიჭი ყველაფერი მაგრამ გამოდის არასდროს რეგრესია ხა მე აგრე მიხარდება და ვიმეს გაუხარდება საკნაკრების ისე ხო დავამტკიცებული ვარ უკვე ნერვიულობ ერთმანეთს უსმინოთ აღარ შემიძლია კვარას რეგრესზე ვინმე თანხმება მე გეთანხმები და ვახსენე კიდევ ბიჭო კვარასი კი ოღონდ მთლიანად თუ დაზე ვსაუბრობ ხო ხედავ რეგრესი კი იუტა აღარ არსებობს ნაკრების თამაშებზე არ მაქვს საუბარი კლუბშიც კვარა რასაც თამაშობდა ნაპოლიში იყო კვარას რაც ჰქონდა ის თავის დრიბლინგი ის თავის ლაღი თამაში ის რაღაცა კაცის მოტყუება ამბავი ხო ნუ ეგ ფეხბურთი მოკლა ის აცილია უკვე კი ანუ არ ვიცი არა მე უბრალოდ კვარას იმაზე მეტ ვსთხოვ ვიდრე სხვა ფეხბურთი მოკლედ სხვა თამაშია რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა ესია რა შენ თუ გამორჩეული სახელი მოგწონს და იღებ შენ თავს მოგწონს არა შენ ოქროშიც უნდა მოიწო ოქროს ბურთის პრეტენდენტი ხო იყო ერთ-ერთი არა მაგას დავანებოთ ანუ ატოვიდა ბიჭო რეალურად ხო თვლი ის ეგრე რომ ლიდერია სოფიოც ესე თვლის და მაგას ვიძახი მე ლიდერს მე ვთქვა მაშინ აუცილებლად კაცო კვარას ის კი არ ჯინი კი არ ჭირს მაგრამ რა აი რაზე დაახლებით ახლა ჯინი ჩვენ არც ერთი არ ვიზი არავინ დამატებდეს კარგად ვინასისულელება რაღაცა ნახე რა გეუბნები ლაშო შენ კი არ იძახი კაცო მაგას მარტო და მიკერძოებული კი არ ახარ სუბიექტური სოფლიო საფეხბურთო სამყარო ამბობს რომ ეს კაცი კაცო ეს კაცი ათეულში არის ისე რა ქვია ოქროს ბურთის პრეტენდენტი ერთ-ერთი და ეხა შენ რას მეუბნებიან მე რას გეუბნები კაცო სოფლიო ლაპარაკობს რომ ეს ბიჭი არის ტალანტი და ეს ტალანტი სად გავაქრებ სადა მე შეიძლება როგორც გულშემატკივარს ძალიან სუბიექტური შეხედულება მქონდეს და ვიძახდე რომ ძალიან მაგარია და რაღაცა და არ იყოს მაგრამ სოფლიო მაგიარა საფეხბურთო სამყარო და ხა კაცო ეხა რა ტყუებ კაცო და ეხა ვერ გავიგე ეხა თუ თავს მოვიტყუებ და სირაკლების პოზიციაში ვიქნები კი ბატონო ვიტყვი რომ კვარა ისო კვარა არის კაცო კვარა ისო კვარა არის მაგრამ ვიღარ თამაშობს ფეხბურთს რასაც თამაშობდა და ეხა ხა დამეთანხმებიან არ დამეთანხმებიან მაშინ გადაახვიო თამაშები და ნახონ იმიტომ რომ ელემენტარულად ეხა ერთი გოლია გატანილი მე მგონი ხა ამ იმაზე არა ტურში რაღაცა ესე არ შეიძლება არა ნაკრებს ერთაღამი და უკვე ლაპარაკი ისე დამყავდეს და ისე დამომაცადეს პირად გეუბნები ნახე არ ვიცი რა ამბავია ხა იმაში რო ქვია გულში მაგრამ პირადად ფეხბურთელების კონკრეტულად ფეხბურთელების ისე რა ქვია საკლუბო კარიერასაც გადახედეთ ვინ ბრწყინავს ახლა საკუთარ კლუბში? არც ერთ. მე მგონი ყველა ჩაქრა აბსოლუტურად. ყველა ჩაქრა. ვავი, კიდეზე ვერ ვიტყოდი ეგ. კიდე ჩაქრა, კი? აი, ახლა ბოლო თამაშში კაი გოლებიც გაიტანა, რაღაცები იყო, მაგრამ მარცხენაცვლად გოდიში ვერ თამაშობს ახლა და მარცხენაცვლად არ არის. ახლა რა გავაკეთოთ რა? მარცხენაცვლი არ არის. კიდე ყავდეს შემოგვიდობაში, მაგრამ ნახევარმცველად მაინც არ უნდა ათამაშოს. ნახევარმცველი მარცხენაცვლი იყო, რას მეუნები, სად რა ვიცი. სიცხვილია პროს. აუ მართლა კარში დაეყანებინა რა ვიცი ზომები არა აქ იმხელა რო კარში დადგეს და ამის მერე კიდე თურმე წუთენას რატო ვეხებით ხო ჯიმი დავიდეს ეს კაცი რატო ვეხები რაშუაშია ვირისანიოლი არა რაშუაშია შევეხები ვინც არასდროს გააკეთეს კაცი ის კი არა რა ქვია მართლა რა საქართველოს ნაკრები ეკუთვნის თელ საქართველოს ძმაო და ყველა ვიგე რა ქვია რაღაცა როგორ ვიღებ და როგორ ატლეტიკა რა ქვია და იმას ქვია
იმას ყველაფერს ქვია გავაკეთეთ სატიოიქნება ძმო და თუ არ არის პირიქით ჩემზე მაგარი დამცველი არ ყოლება ძმო ალბათ ბურთი ითამაშა ჟილკა საქართველოს ნაკრები გქვია შო დამთავრდა ხო ესე იგი ქართველებს გვაქვს ესე იგი უფლება რომ გამოთქვათ პრეტენზიები რომ საქართველოს პრეტენზია არა ძმა უბრალოდ ის რომ არა პრეტენზიები გულშე მატკივარი ვარ გულშე გული რომ ტკივა რატომ ტკივა ათამაშო და მაგითო პრეტენზია არ უნდა გამოუთქვა არაფერზე საქართველოს ნაკრები გამარჯობა გაგიტოვით ახლა რომ საქართველოს ნაკრები არის საქართველოს ნაკრები ქართველები ვარ ჩვენს და პრეტენზიები შემოძმაო გერბი აი ლოგაცია თავი უნდა დადო ძმა ერთი წუთი ყველაზე ჩვენი დიდი სინდრომი უბედურება და აი არ ვიცი რა რომ აი ესე იგი კარგად როცა თამაშობს გუნდი მაშინ უნდა ვთქვათ რომ კარგად თამაშობს აუცილებლად კი და თამაშობს მაშინაც კარგად თამაშობს ეს არის შიზოფრენია ხალხო 4-0 წაგებს ეს არის დატური სამსახური რომელიც ვერ შიზოფრენია კვარაცელეს ინტერვიუ თუ ნახეთ არ მაინტერესებს მე ვიძახი მართალი ხარ მართალი მაგრამ არა ხარ მართალი ანუ 10-0 არ წავაკეთო რა 4-0 წავაკეთო და დაახლოებით ხო მარტოლი წავაკეთ ძმა 8-ით კი არა ხო თუ რა მაგარია ხო? სიტყვაგეთ მო 8-ით კი ატაგვიგია. რა მაგარია ხო? აგე რა გინდა? კომენტატორები უბამენ აი ამ იდიოტიზმს მხარს უყურე ბულგარეთთან თამაში სული რევანში თუნე ვერ აიღეს всё მადლობა რომ სული რევანში ვერ აიღეს ფსიქოლოგიური თემა ეს რა დონეა 3-0 არ რატო უსმენთ მაგაზე არა ჯერ ეგეთი აზრი რო გებადება ეგ რო ეჯიბრები აი ხო ვერ მომიგოს 3-0 შენ ხო არ გახვედი ბოლოზე შენ ხო არ გახვედი ბოლოზე აი ამას რატო ვაკეთებ რომ 3-0 ვერ მომიგე თუ აი რა დაბლეა ბიჭო რა როცა ფარერები იღებს 12 ხულას სადაც არ უნდა იყოს სადაც არ უნდა იყოს რომელ ჯგუფშიც არ უნდა იყოს აი 12 გული დაეწყვა ჩვეულებრივად რა სამი ხულა ბოლოზე ტიპი ერთ ქულას იღებდა ხოლმე ან ლიხტენშტეინი თუხავდა გუთები წაუ გოგო რა სამი ავიღე ჩვენ სამი გვაიღო ბულგარეთმა რა და ოიმე სამი ავიღეთ ბურთი მეტი გავიტანეთ ის ეგეთი მოკია მეტი ხوار მეტი კაუჩის სამსაგები რო არა გაქ აი საცოდავ დღეში ხარ ხო ანუ აი ხავსი საჯობია რა რატო მაგაზე რატო მაგას აპრილი მაგას ვიზა ხედა ძალიან ცუდი ამბავი კომენტარს ვერ გავაკეთებ და მორჩა რა დადე ბიჭო კვარა რა შუაშია კაცო კვარა რა შუაშია მე კომენტატორზე ვლაპარაკობ კომენტატორი ხო ბულგარეთთანაც ისეთი თქვა აი ხა ნუ აი საოცრება თქვა რა თან ორჯერ გაიმეორა ხალხო ხო და აი ეგ არის მაგას ჯერ თქვა მაგას ხო ქვია ის რა ქვია აი მაგას ქვია არასრულფასოვნები გაპრავება არასრულფასოვნები ეგ არის რა მომენტი გაპრავება არის და რა საправება ბულგარეთო ხო ვერ გვაჯობე ხო მაგას ქონა აი გაპრავება მოია მაგას უბრალოდ იზა ჭალებში არა სამი ქული ხო ვერ მოგიგო ასტაჩკა გაგვიტანა აგენ რა ბურთი გაგვიტანა რა ვერა რუსევმა საერთო სიმბოლური ჩათლახური გვარია რუსევმა გავიტანა რა კაი ბულგარეთში ბულგარეთში რუსევმა ტაკა არ ვიცი ეხლა ეს კვალიფიკაციაც ჩაიფარცხა თავიდა ხო всё მოჩა როგორც კვალიფიკაციაც რის იმედით იწყება უბრალოდ მართლა არ ვიცი მელebები გუნდში ვარ იქნება არაფრის იმედი მე პირადად არ აღახდა და რა ცულებებს ანუ ის კაცი გაუშვა ერთა ლიგაზე ბეშია იცი ესე ბეშიას უნდა რა იქნება იცი ეგრევე დეში აღმოჩნდებით ისე გცემენ ისე მოგვიგებენ ან ამ განწყობი და აი ამ გუნდი და ამ ჟილკი და ამ ბეში თუ წავედეთ თუ გავაგრძელეთ თამაში მე ბეში რა გუნდები არის ბეში უკვე ბედა მე არის საფრანგეთი ესპანეთი და არა ბეშიც არიან ეგრე იმიტომ რომ არა გადმოვარდილი პირდაპირ იტალია ზოგი ხო ეხა ფონახე როგორ არის იტალია ვერ გავიდა ან უკვე ბე არის ჰოლანდია საფრანგეთი ნებისმიერი შეიძლება მაგარი გუნდი მოხდეს კოვიდ უკვე ბეში აი დაახლოებით აი მანდ ვარ ჯობია წეში ვიყოთ და მიგერეცია ძალიან პირდაპირ შეიძლება პირდაპირ დეში აღმოჩნდა ანუ ნახე ხარ აი ან განწყობით რომ ვაფშე აზიაში რო აკავალეხა მაინც და მაინც გრაფია ალბათ არა არცაზე იქ ახალი კიდე ახალი ჰოლანდია დაიწყება და ნაღადავიდა ეს რა ქვია მარეს სერიალი ხო კი იმამ შვეიცარია ეგ გუნდები შეიძლება შეყვება ბეიმეში უკვე ბოლოს საქართველოს ფორმებს დავწოვთ არა ნუ მართლა ხო გეუბნები ნერვიულობაც აღარ შემიძლია უკვე აი ვეღარ ნერვიულობ ხდები აი უკვე ის მაგ რა ქვია შეტევები მაგ აი სამწუხაროდ ხო ეხა იქ ახალგაზრდებზე გიოს ვეუბნებოდი რომ
სამწუხაროდ მეთქი გული ესენი ხო, ან ანგარიში გამოიცანი, ორმოს დავაგებთ. 0-2 დავაგებთ მეთქი და აი ეს როცა ფიქრობ და მიდიხარ სტადიონზე, ხო ძალიან ცუდია რა. თან საქართველოს კომანდი. სულ ყოველ წამში ფიქრობ, რომ იქნება ეს შენი წარმოდგენა დაიმსხვრეს და მანდაც რა მოხდა. იმედი რო გაქვს, რომ აი იმის ბოლოს ისეთი შეცდომა დაუშვით. მე არ ვიცი, აი ამაგას კი მან მე უნდა ადგომა წამოსვლა. თვითონაც არ ეგონათ ეს რა, ეს აი ბურთი ვაჩუქე. გოლი რო გავიდოდა, მანამდე ხო გითხარ, ეხლა ვერ მიხვდებიან მეთქი თავის მოგებაზე იჭალიჩეს და ორი კაცი ცარიალი იყო დამატებაზე, რომ ის მოიგებდა და შეიძლება მეკარდა გაიტანდა ცარიალი. ძელს არც ერთი რო ვაჩუქე. ნუ იქ სამი კაცი, სამი გერმანელი იდგა და ვერ მიხვდებიან მეთქი და აი ეხლა ძალიან ისე დეტალებში შედიხართ, მაგას შეიძლება ჩვენი მაყურებელი ვერ ჩაყვეს კაცო, ნუ ეგეც არის ხო. ანუ მაგას ვერ წაყვება. მაგრამ ჩვენ ზოგადი ფონი უნდა ვთქვათ, რა ხდება ზოგადად ფეხბურთში. არაფერი უყურე. საქართველოში ფეხბურთში რა ჯანდაბა ხდება. აი ამ ხელა წარმატების ფონზე. მეტი არაფერი. უჯიო ნახე მაგის ხაზგასმა მინდა აუცილებლად რომ აი ამ ხელა წარმატების ფონზე სანაკრებო კარიერაში ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში მაყოფილება აქ ზევი დარჩაზე, არ ვიცი რა ქვია მაგას. მე ვერ ვხვდები, რა გიპასუხო, მართლა არ ვიცი. პირველი პიკში ვართ, გიო, წარმატების პიკში ვართ. ევროპაზე გავედით, ჯგუფიდან გავედით. ყველაზე მაგარი ჩემპიონებს და იმიტომ ვერ გავედით და უცბად აი იმ ხელა რეგრესი რომ ეს ყველა აი ბურუსში გაიფანტა გეგონება აი მასთან დინამოს თასებს რომ დღემდე ვღეროდით ანუ დაახლოებით ეგეთი ისა რა ქვია ძველი წარსული მგონია რომ სადღაც იქ იყო ეს წარმატება რომ რამაგერები ვიყავით და 30 წელი არ ვერ ხვდები ეხა მაგას ვიმღერებ და დანარჩენი 30 ჯერ ეგ არის ხო რა ბიჭო ეგ არ უნდა ის ხო უნდა დამთავრებული აი ეს სიმღერა 30 წელი აბა რა გონი ხო და ეგ არ უნდა მოხდეს ასე შემთხვევაში და ცოტა რაღაცა გამომხილება სწორი და ქართული შენიშვნა ეგ არის რა ერთი ჩანაცვლა მეორემ და მორჩა ეხა 30 წელი გავაჩუქო ხო იყო დაემთხვა ეს სიმღერა ეგრეა სანიორი უნდა წავიდეს აუცილებლად შემტევი ფეხბურთელი მე ვისურვებდი ცხადაძეები გახდა ეს ტრენერი რა ცხადაძე გითხო რამოდენიმე თამაში იყო და მე ძალიან გაყოფილი დავჭი მართლა რა შენი თხოვნა რაც უნდა ახლა იმას არავინ არ მოიწონს არა ზოგადად კარგი იქნებოდა მე ჩემი ბოლკი არა თუ გინდა მუხლის ჩოქაზე დაუდგები კაცო ამ კაციც არა ვარ მე წინააღმდეგი და ძალიან კარგი ვწვრთნელი და სვანაძე ამოწინოს მაო ხუარი 21 წლამდე სვანაძე არის ძალიან კარგი არა გადავიფიქრე რა არა გადაიფიქრე ორი თამაშის ფონზე ვერა მაგრამ გეუბნები რომ ძალიან კაი მაგასაც იგივე პესიმისტური დამოკიდებულება ქონია ფეხბურთში. არა, უკან ფეხბურთს თავი დაანებე. დავდგები და აი დაცვაზე თამაში. всё, მორჩა. ერთ ჩემთვის უკვე ანტი ამბავია რა. აი ამისგან წავაგეთ, მაინც ფასი გადავიხადეთ, წაგები? ხო გადავიხადეთ ფასი, ორჯერ წავაგეთ. ვერ თამაშა რა ფეხბურთი და რაც მარტის რა იქნებოდა. სვანაძესაც გადავიფიქრე რა. ეგ მეგონა რომ გერმანია 10 კუში ეგრე 10 კოეფიციენტი გვეწოდა 10 წაო. აი საერთოდ არ იყო ეგ რომ 10 კოეფიციენტი ჩვენ მქონოდა რა ტოტალიტეტის გადმოსახედი არის ეგეთი კლასში განსხვავება ნამდვილად და 1-2 მომენტი დასაწყისში პირველ ტაიმში იყო სადაც აი უბრალოდ პატა კლასი დაგოყდა არ ვიცი ხო მაგრამ შეტევა როგორ შეუტიო გაუაზრებად შეუტიო ხო და იმაგას ვიტყვი ჩვენ დაცვაში ნახე იმიტომ და სტრატეგია არ იყო აი იყო დაცვაში გავარდებოდა და ასები იყო აუძე გადადიოდა აბა ნახეთ ბიჭებო ორი თავდასხმელი როცა შეტევაში მიდის ერთად გარბოდნენ ანუ კი არ იშლებოდნენ ერთად გარბოდნენ ქართველები ყოველთვის ერთმანეთის გვერდში ვიდექით ერთად ვიდექით არა ძალიან სუფრეში ერთად გარბოდნენ ბიჭო ასე ხო არა კიდევ და კიდევ ვიძახი არ ვიცი ხა ანუ შეიძლება რაღაცნაირად ჩავიხვიე მაგრამ გეუბნებით რომ საფეხბურთო ხასიათი და სტილი გვაქვს მოსაძებნი რა რა თქმა უნდა ყავს კარგი ფეხბურთელებიც ხო და შეტევა გვინდა კარგი ისტორიას გვაქვს შეტევაში დავხელოვნდეთ ხო შეიძლება რატო არ შეიძლება კაცო მე სიყავდა ბიჭო ის ყავდა ანუ ეხა ძალიან ცუდი ამბავი არის ეს კაცო მაგრამ ცუდი რატო არის კაცო მე ცუდი ისტორიას ვიძახი ცუდი წარსულიდან კაცო ჩვენ გვეძახდნენ ქართველებს ისა რა ქვია კავკასია ისა რა ქვია
ბრაზილიელებს. საბჭოთა კავშირის ხო პერიოდში. და ჩვენი რატო გვეძახდნენ, იმიტომ რომ ჩვენი იყო ეს ტაქტიკა, ტექნიკა, ტაქტიკა თქო, ხო, ტაქტიკაც იყო ეგ. ტექნიკა შეტევა რაღაცა, შორიდან დარტყმა, გადაკიდება, უკვე ზურგს უკან პასი რაღაცა და ეს ჩვენი ხასიათი ბატო მესხი როა იყო რეებს აკეთებდა ბიჭო. ნუ ხო, მოკეთ რა, ხო, გასაგებია. ყიფიანი 70-მეტრიანი პასები და ამბავი და საწავიდა ბიჭო ეს ისტორია, დედაატირება. არა, იცი რა, არ შეტატიკა. სად გავაქრე? ყველაზე მეტად ჩვენ რამდენჯერ შუბილეკერ მე მგონია რომ ეგ არის ჩვენი ამბავი. ნაკრები რო თამაშობს გუნია, რატომ მე? იგიო, მან დავარ, მაგიტო მოვხედე ეს ამბავი. ჩვენი შეტევის ეშინოდეს, მაო ყველას, რომ აი ჩვენი შეტევა ყოველთვის შედეგი მქონდა. მე და ეგეც იქნება რა. რამდენ ეპიზოდში ჩამოყალიბო ტაქტიკა ქონდეს ეგეთი. ნაკრები რო თამაშობს, რატომ აქ ეგეთი შეგრძნება რომ პირველად ხედავენ ერთმანეთს. იმდენად შეუთამაშებელი სიმბიოზი, ნუ ნული, სიმბიოზი, კაცო, აი პირველად ხედავენ ერთმანეთს. ვინ სადგას, ვინ სად უკეთებს პას, რა ხდება? აზზე არ არიან. უკვე დაბერდნენ ერთად, ბიჭო. 3 და 4 წელი რო ერთად თამაშობთ, როგორ შეიძლება? აი დებილი უნდა იყოს რა. არა, ის არაფერი. დებილი უნდა იყოს, ბიჭო. გიოს ვეთანხმები რომ ეხლა შენ რო გამთამაშებელი ხარ და დამლაგებელი ხარ თამაშის და უსმად დაცვაში გაყენებენ შენ ფეხებს ვერ გაიგებ რა არა მაგას არ აი რა გავაკეთო ეხლა თუნდაც ამრევენ და დამრევენ თუნდაც ყველა თავის ადგილზე რო დგას მაინც ეგეთი დაბეჭდილება რატო ხდება ნუ მაშინაც რო პირველად ხედავენ ერთმანეთს ბიჭო ამ დროს წლები არიან ეს ბირთვი უკვე წლებია ეს წარმოუდგენელი ამბავია კი ბატონო გეთახმებით სხვა გუნდები თვეებში ერთმანეთს ისე ერგებიან რომ აი გეგონება ეს საათი ვინაწყო და აი ხო ჩვენ წლები ბიჭო აი გათამაშება ეს არის ნიჭიერი თაობა ბიჭო ეს არ არის ნიჭიერება ბიჭო როგორ 4 წელი ბირთვი თამაშობდეს და ერთმანეთს პასები სად გაუკეთონ სად დახვდნენ ეს არ იცოდეს გუნდმა ეს რა ნიჭიერება არა ეგ არის მე არ ვიცი ეგ არის ამოუხსნელი დებილე ხალხო არა ეხა ნუ სხვადასხვა გუნდებში თამაშობენ სხვადასხვა სტილი შეისწავლეს სხვას უკეთო საქმე და შენთან ვერ არა ნახე რას ვიძახი პრაქტიკაში შეიძლება ვარგოდაო სანარიო ვარგოდაო გახსოვს ეგ კი გავიგე სამწუხაროდ ჩვენზე სრულდება რა ჩვენთან ეგრე სრულდება ნაკრებზე გადადის ყველაფერი აი ეს შეკრება რამდენჯერ აქვს ხოლმე აი სხვებს რამდენჯერ აქვს სხვებს იმდენი გაქვს შენ ბიჭო, ეხა გავიგე, კაცო, შენ რასაც იძახი, მაგრამ ის გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშობს ძირითადი ბირთვი. ფრანგი საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს ძირითადი ბირთვი. ესპანეთი თამაშობს. ეხა ყველა პლუს ვიძახი, კაცო. ნახე. შენ საჩემპიონატში თამაშობ, შენი კომენტატორები ყოველ მეორე წუთის ბოლოს იცი რას ამბობენ? ჩვენ 10 ფეხბურთელი გვყავს რომელიც ტოპ 5 ჩემპიონატში ხო რომელიც საფრანგეთი ესპანეთი იტალია აი ეს თავზე გახიოს ბულგარეთი მე აი ეს თამაშებში შენ ტოპ ფეხბურთელები ყავს და მაინც თავზე გახევენ ბურთს იცი რაღაც ეს ანუ ეხა მე შეიძლება დაემიშა არა ხო ეს რაღაც შეიძლება თავდაცვის მექანიზმი ჩამერდო მაგიტომ ვიდახი მაგრამ მე გეუბნები რა თავდაცვის მექანიზმი წაჭაკებთო ვის წაჭაკებთო ვერ დავი არა რას ვიძახი ხო არა რას ვიძახი მე გეუბნები ხა გერმანიის კომენტატორი შეიძლება მე ვიყო ამ წუთში და თავში ჩამალკით მე ბაკალი თუ ეგეთ რამეს ვეთქვი მოდა თუ არასწორი იქნება რა შუაშია ეხა მართლა კაი ესპანეთის ნაკრებში ამომწონეთ მოვიცი იმის გამო რაღაცა იმის გამოშტე შედეგი იქნება უარესი და აზრი რეალი მაგითი ჩვენ ვაყურებთ ფეხბურთს ეხა შეიძლება ცოტა ბალანსი რეალი ბარსას ფეხბურთელები გერმანიაში ბუნდესლიგის ფეხბურთელები თამაშობენ ნერვიულობა კიდევ ვიდარ იმაში ანუ ტოპ გუნდები რო ავიღოთ აუ თეთრი თავიდან მოვო შენ ბიჭო აქ არა გაქვს შენი ჩემპიონატი აქ არა გაქვს შენი კარგი კლუბი აქ არავინ არ თამაშობს ბიჭო ხო და მაგიტო გეუბნები არ მაცდით რისი თქმა გავიგე დამოთხნული რომ ერთნაირი ხო რა ეხა ერთნაირი ისა რა ქვია სათამაშო სტილი აქვს იმ გერმანელს იმ ფრანგს იმ იტალიელს იმ ესპანელს და შენ ჩემი ფეხები ერთი ესპანეთში თამაშობ არც ერთი იყო ისა რა ქვია ხო იცი მაგდატორე ეგვიპტელიო და ესე ვართ ჩვენ რა ყველა სხვადასხვა ჩემპიონატში და ერთმანეთში ჩემი ფეხები ვერ თამაშობთ იმიტომ რომ სტილი არა გვაქვს არც ჩემპიონატი გვაქვს არც სტილი არა გვაქვს არაფერი და ხა ის ესპანეთში ტიკიტაკას თამაშობს ის საფრანგეთში იმას თამაშობს რა ქვია გადააგდე გაიტანე ის იტალიაში კატენაშოს თამაშობს და ჩამოვდიოთ და ბოდიში ამ სიტყვაზე ჩემ ფეხებს ვიგებ თუ ვაფშე ვირას თამაშობს რა
ზოგი კატენა ჩუარი ზოგი ტიკიტაკა და ზოგი ზოგი ტაკიტუკი არის და ვეღარ ვიგებ პრესტიჟის იცი ვინ იტანს ლოჩოშვილი ლოჩოშვილი იტალია ამას ნიუნბერგი კატენა შომ გაიტანა თუ არა გოლი დღევანდელი თამაშის ყველაზე კაი დღევანდელი თამაში ჯიგარი მოდის გოლი მაინც საჭირო იყო დავასახელოთ ლოჩოშვილი დღევანდელი თამაშის ჯიგარი ბოლომდე დაჟე მეორე გოლზე კატანა უნდა და თავი ჯარი არ იყო მე თუ მითხავ რა იბძოდა მეორე უნდა ძმაო კაი კაცი ოქროს კაცი იმენა ჯიგით ითამაშა ძმაო არა იყვნენ კაცო იქ ითამაშეს რაღაცა მაგრამ საბოლოო ჯამში აი ის რაღაც სულის კვეთება და ის ჯიგარი დაამაკრდა მაგრა ძმაო იცი რომ ჩვენ რომ ბულგარეთმა ბოლო წუთები თუ შეამჩნევთ თქვენ აი ისე უხარობდათ თითქოს სოფლიოზე გავიდეთ მაგათ უხავდა ჩვენი მოგება იმიტომ რომ სოფლიოზე გავიდეთ ზუსტად ის მომენტი იყო რა აი თავმომწონეობა რო ვთქვათ რა კვარცხელიას იქ აეროპორტში დახვდნენ ამდენი ხალხი მეხტი რაღაცა იმათ არავინ არა გავიგე მაგას მეშოობა ვინხავთ ამ წუთში რას ვიძახი ხე ჩვენ თემას ვიძახი ანუ აი ნახე როგორი შეხედულებით იყო ვითომ სერიოზული და ფეროძლიერი გუნდი და მაგარი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჩავედით მიგვიღეს ბოდიში და და გამოგვიშვეს აი ამაშია არაფერი მაგათ შეასრულეს თავისი მისია და ჩვენც რაღაც თავმომწონებს ვიძახით რომ აი მაგარი გუნდი ვართ ძმაო ყველაფრის ჯობი ვართ მაგრამ ნუ აი ესე მოხდა ვერაფერი უნდა მოხდა ბოლო ტურში ხა შანსი რო არ ქონდა გასვლის და ესპანეთის 3-0 მოგიგო არ გაგიხარდებოდა მაცა წინაზე რომ მოვიგეთ ისე არ მოვიგეთ რამდენი შოტლანდიას გასული ვერ ვიყავით ბოშ გავარდილი ვიყავით და 2-0 მოვიგეთ გაისა რა ქვია დავტოვეთ გუნდი ბოლო თამაში არა მე სხვა რაღაცას ბოლო თამაში არა ნახე რას ვიძახი ამაც ხაროს ვიძახი რომ შენ რო ესპანეთს მოუგო უშანსობდა ისე რა ქვია სამშობლო მოიღო გადავდიოდი მაგრამ გავაგდეთ დავტოვეთ მაგას ვამბობ იგივე მოხდა თქო არ გახსოვს ასე ვიძახი რომ 2-0 რომ მოვიგო შოტლანდიას მეგობრებო დალი გავაგდეთ გუნდით აბა მაგას ვიძახი ხო მოგეთ ისა რა ქვია ჩვენი ეს თემა და ჩვენი გულის ტკივილი ვერ დამთავრდება და არა არ დამჭირია როგორ უნდა დავტოვოთ გამორიცხული არის ჩვენს გულშემატკივრებს ყველას და ჩვენი არხის გამომწერებს და არა გამომწერებს ყველას აუ რაღაცა ძალიან ისეთი საუბარი იყო ბოდიშრეხტი არა არაფერი შინაურული და ისეთი რა რომ ერთმანეთს და არ ვასდით თითქოს და ძალიან ემოციების ქვეშ ვარ ორი თამაში გადავობი ძეძ უყურეთ ძალიან ტრავმა მივიღეთ მეგობრებო სტადიონი და წამოვედით მე იქ ერთად განვიხილეთ რაღაცა მე დიდების თამაში უყურეთ მოკლედ აუცილებლად ველოდებით თქვენს კომენტარებს იმიტომ რომ აქ ყველა თავის აზრს ამბობდა და თითქმის ერთნაირად არაფერი გვითქვამს იმ შემთხვევის გარდა რომ ყველა უკმაყოფილო ვართ ჩვენი როგორც პატარების ისე დიდების თამაშით და ორივემ დაგლიჯა დღეს ერთმანეთზე უკეთესად ითამაშეს არა გაიზუსტა და პატარა რეზიუმე რა რა შეხედავთ გამოსავალს მივიღებთ აი სულ მეგონა შენ ინდივიდუალურად ეს შეხედავდი აი დაგვერება გინდა მოტყუება გინდა აი რომ შეგვიძლია ყველა შეტევაზე შეგვეძლო და აი განცდა მქონდა რომ შეგვეძლო გოლის გატანა დიდებში არა იმიტომ რომ აი რაღაც აი არც სურვილი არც რაღაცა ტაქტიკა არც შევაჯა არისო რა მსგავსი რომ ეგ მომხდარიყო გამოსავალს რა რეალობაში აი გავიგე გამოსავალს მე ვერ ხედავ ვერაფერს ესე უბრალოდ თუ რაღაცა აი არ ვიცი რა გამოსავალი როგორ არის შეტევით ფეხბურთის შეტევით აუცილებლად აი სიკვდილამდე აი სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა გაწყვიტო მთელი ნაკრები თუ ნაკრებში თამაში უნდა თუ არა და კარგად ბრძანდებოდეთ თავნა შეა ერთი წუთი რას ვამბობ და რა არის ჩემთვის გამოსავალი ნაკრების წინსვლის აუცილებლად რომელიც არ ვიცით და უნდა ვისწავლოთ და სისხლი დავღვაროთ პრესინგი ეს არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენ გამოგვივა თუ არა ეგ სხვა საქმეა მაგრამ ჩვენ თუ ამას შევეცდებით ბევრ გუნდს შევუქმნით უდიდეს პრობლემებს რა იმ ფეხბურთს მაინც არ ვათამაშებთ რასაც ესე თავზე გვახვევენ როგორც არაფერი რა თუნდაც ესპანეთი, ნებისმიერი პორტუგალია, გერმანია, ნებისმიერი რა, როგორც პატარები, ისე დიდები. უნდა დახოცო გეუბნები, ეპიტამის სიტყვის მნიშვნელობით, დახოცო რომ მთელი 90 წუთი შეეძლოთ აი ესე შეწუხება, ესეთი მარწუხების წარმოჩინება და აი ესე მგონია ჩვენ რაღაცას შევქმნით და რაღაცას ვიზამთ.
თავის მწვრთნელი. პრესინგი არ ვიცი. 0 პრესინგის აზრზე არა ვარ საერთოდ. 20 წუთით არ შეგვიძლია პრესინგი ვითამაშოთ. აი ეს არის ჩემი გამოსავალი. მწვრთნელი, შეტევითი და პრესინგი 90 წუთი თუ არა 70 მაინც მაგის დედაც ვარ. ნახევარი გუნდი რო ეწევა რანაირად 90. არ მაინტერესებს. მე თქვი რას ხედავ გამოსავალს. არა ეს ხუმრობა რა თქმა უნდა. დავაი ბოლოს ვიტყვი. მე რა ვთქვა, არ ვიცი, წერა თავიდანვე დავიწყე ზუსტად მაგითი, რომ რა ვიცი, ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, რომ შეტევითი ფეხბურთი ჩვენთვის არის რაღაცა, რავი, ალბათ ყველაფრის გულის ხმელი რა, ასე ვთქვათ რა და საერთოდ ფეხბურთი რო გიყვარს, ნოიქნოს არ გოლმა შეამატკირო. არა, ვითარ შევტყო. იმიტომ რომ გოლი და ეს ემოცია საერთოდ სხვა რაღაცაა და ამიტომ მე ხო რაზე ვსაუბრობთ რა, ეხლა რაღაც ახალი რაღაც არ მინდა გამოგიგონოს თქვა რა ძი განსაკუთრებული იმითი და კუთხე და არა მე ჩვეულებრივად ჯიგლოდ ვიდედა როგორც არის რა. გოლი ფეხბურთი შეტევა არის ყველაფერი ფეხბურთში. ლამაზი ფეხბურთი, ოღონდ ჯიგარი სადაც არ არის, რანაირ ლამაზად არ უნდა გააკეთო, არ გამოვა არაფერი. აუცილებელი არის ჯიგარი, რომელიც მაგრა გვაკლია და აი არ არის რა, რაღაცა ღამეა, გაბნელებულია, არ ვიცი რა ხდება. მაგრამ ნუ ავი რაღაცა შეიძლება შიდა თემები იყოს ისეთი, რომელიც ამ წუთში მე არ ვიცი და უბრალოდ ეხლა რაღაც ხმანაირად ჩანს და რაღაც ვსაუბრობ რაღაცას, მაგრამ ყველა ვსაუბრობ, ფაქტი სახეზე არის, რაც გჭირს. მე მარტო არ მაწუხებს ეს. გარშემო რა ვიცი საქართველოს უყურს ნაკრები და არ წარმომედგენია რომ ვინმე არ გულს შემატკივრებდა საქართველოს. ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ფაქტი სახეზეა. გადაგვიარო ყველა. თუმცა შეგვიძლია ყველასთან მოგება, ყველასთან წინამორბის გაწევა და ბევრის დაჩაგვრა. მაგრამ არაფერი არ ჩანს მსგავსი. რატო არ ჩანს? ტრენერი უნდა შეიცვალოს და რაღაცეები უნდა შეიცვალოს და ხო მიმართებები უნდა შეიცვალოს. მიმართულება არა, მიმართებები კონკრეტულად ნაკრებში ყოფნასთან დაკავშირებით. აი ეს არის თავარი რა. რომ მე თუ ნაკრებში მინდა ვიყო, იქ რაღაცა კრიტერიუმები უნდა გაიაროს ადამიანმა. რა, ვისაც უნდა და მოუნდება, ესე არ არის რა. ერთი დღე მაგარი ვითამაშებ და მეორე იმაზე იცი რა არ ცალია და ფეხი მტკივა. კი და რაღაცა იმაში ქორწილში ვარ, წასასვლელი და მაგის გამო ნაკრებში არ გამოცხადე. ნაფიკ. აი გამბავი არ უნდა იყოს ნაკრებში რა. რომ ეს გაცვიან ნაკრების მაისური და ის გერბი რო აქვს გულზე, ცოტა სხვა ამბავია რა. არ მოსულა სხვანაირად, არ წარმომიდგენია რომ უნდა იყოს სხვანაირად, არ შეიძლება. და იქ პრეცედენტი რო დაფიქსირდება. მე ეს ინებებენ ალბათ რა და ის გამოჩნდება ის რა ქვია. შილკაც და ასე შემდეგ რა, არ ვიცი. ამ პირველ რიგში ხა მე ახალგაზრდული ნაკრებიდან გამომდინარე ვიტყვი რომ ფიზ მომზადება. არის ფიზოზე ხო? ძალიან დაბალ დონეზე. ცოტა ხანმა. ფიზ მომზადებაში ვარ ძალიან დაბალ დონეზე, არის მოსამატებელი აუცილებლად. რომ ფიზ მომზადებით არის პრესინგიც, პრესინგი გჭირდება, არ ვიცი, ფიზ მომზადება გჭირდება, რომ პრესინგი გავაკეთოთ. მე არ მომობს 70, დაჟე ერთი ტაიმი მაინც რო ვითამაშოთ რა. ერთი ტაიმი შეიძლება დაცვაში დავდგე და მეორე ტაიმი ვეთამაშოთ ეს პრესინგი რა. ის რავი 30 წუთი მაინც ვეთამაშოთ რა. არ გამოდის. ვერ ვეთამ, შეიძლება შენზე დიდია ზომით, დიდი პერიოდი გერმანიასთან ახალგაზრდულში ტანადობით დიდები იყვნენ ჩვენზე, მაგრამ ზონებს ტოვებდით, ზონების დატოვება რაც ნიშნავს ფიზ მომზადებასთან. შენ ზონას რო ტოვებ, ესე იგი ვერ ასწრებ რაღაცას. ესე იგი რაღაცა ვერ არის ისე. არა, ესე ჩაძინებები ბევრია. თორე ზომებს არა აქვს, მე ესპანეთის ნაკრებს რომ მიყავს მაღალი, მაგრამ რას ფეხბურთს თამაშობს, რას შვება, არა ბოლოს გახვევს. ხო. ეგა, ანუ ფიზ მომზადება თუ არა გაქვს, ვერც პრესინგს ვერ ითამაშებ, ვერც შეტევას ვერ ითამაშებ, ვერაფერს ვერ ითამაშებ. ანუ ვაფშე სხვა კრიტერიუმებით საჭიროა. და სხვა მიდგომებია საჭირო, როგორც ტრენერი, ისე ვაფშე ყველაფერი, როგორც ვაფშე ექიმი დაჟე, ვინც არის ექიმი, იმ ექიმში ცვალებადობაა საჭირო, ფილოსოფიაშიც შეცვალა საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ როგორც კავკასიის ბრაზილია ისე, უნდა შევუტიოთ, უნდა ვუტიოთ ტექნიკა გვაქვს. უნდა შევიდეთ რა, ანუ უნდა შევუტიოთ. როგორც ყველაფერი ვინც არ ყავდა, რავი, ვინც ეწეოდა, სვავდა, ოქრიაშვილი ყავდა რა. დრიბლინგი არ ყავდა, მაგრამ ჰქონდა რა ის რაღაც ქართული ჰქონდა რა, ასრულებდა რა. ყაზაიშვილი იყო, ასრულებდა არონოძე. აი, საბრეგზელო ისოდა და ყაიდალი. ნუ რაც არის, მაგრამ იმ რაღაც მომენტს შექმნიდა და გაიტანა. ფეხბურთელი იყო ძალიან. ან მაგია რა ზუსტად რა. გჭირდება ის ფილოსოფია, გჭირდება შეტევა, გჭირდება ტექნიკა, რომელიც გვაქვს ჩვენ გენში და ამ გენს მივაწვეთ რა, რაც ქართულ დნმ-ში არის რა. ფიზიკა მოუმატოთ, დრიბლინგი მოუმატოთ, პრესინგი მოუმატოთ რა.
ჩვენსაც. ფიზიკას ვერ მოუმატებთ, იმიტომ რომ ჩემს ბაკაზის გოლში დასლობა იყო ახლა და გუში დავლიე და ხო და ეგ უნდა მორჩეს თქო მაგას ვიძახი შენც კიდე ახლა და ვიძახი ჟილკა რო გაქვს სხვარი გასაგებია წაგება რა აი ხო გასაგებია კლაბუცով და რაღაცა ხო კი რა თქმა უნდა ეგრე მაგნოძე ვერ ვიქნები გლიცინებ მაგრამ ანუ მე რაც მინდოდა ეხლა ანუ თითქოს რეზიუმეს ავდომბობდი მაგრამ გიომ თქვა ჩემი სათქმელი იმიტომ რომ მანდ ვარ მეც და მგონია რომ ეგ უკვე ძალიან დიდი პრობლემაა ნაკრებში ხო რაღაცნაირად თავი დაიმკვიდრეს ადამიანებმა რომლებაც შედეგი დადეს საერთაშორისო და რაღაცა პედესტალზე წამოვასკუპეთ უკვე ეს ადამიანები და ანუ ახლა უკვე როგორ ღვაწმოსილი ევროპაზე გავიდა იქ ჯგუფიდან ამის დამსახურება და ცოტა რაღაცა იცი რა მომენტი არის რომ ძალიან თავსას თუ არ მოიკლავენ არავინ აღარ წაეჩხუბებათ ჭყალებში რა და ნო ძალიან თუ არ ახლა ნუ ახაცა ხო არ გამოვიდა რა თუ რაღაცა და ანუ კი ანუ რაღაცნაირად გეუბნები აი პედესტალზე შემოვასკუპეთ ეს ტიპები და თითქოს ამათი კრიტიკა უკვე ცუდტონად ითვლება საზოგადოებაში რომ როცა მე ქვია ვიწყა ვიზე მელაპარაკები და რაღაცა და მაგრამ როდესაც რეალურები რო ვიყოთ კვარაცხელეს აქ რეგრესი და საერთოდ არის 0 ვერ თამაშ. ნუ ახსენეთ კი ბატონო. ვერ თამაშ და მაკიტა ვიძახე. რეალურები. ეს განწყობა. ვერ თამაშ. ეს განწყობა თუ შენარჩუნდა ნაკრებში რომ ვიღაცები ხას ქვია მე ხავ. აი ეს თუ შენარჩუნდა ეს იცის. ძალიან კატასტროფულ მდგომარეობამდე ჩავალთ იქამდე რომ ვერავისაც ვეღარ მოუგებ გაცდა ვიღაცას რა. ხო და ნუ არა ნუ იმიტომ არ ვიძახი არ ვიძახი სახელებს და გვარებს კი არ ვიძახი სახელებს და გვარებს მაგრამ ჯანსაღი კონკურენცია ნაკრებში აი ამან შეიძლება ძალიან ხო სუდი საფრთხე გაგვიწიოს ვაცადოთ ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია შეიძლება ამან გააქროს რა ნაკრებში და იმიტომ რომ ვიღაცა ხელშეუხებელი გახდეს ვიღაცა გადაფორმებული ვითაა. აბა კი, კაცო გავიფორმეთ ჩოულე ხუთეული მინიმუმ გეუბნები რომ გაფორმებულია ნაკრებში და არაფერი ნაკრებში გაფორმებული არ უნდა იყოს კაცო. შენი სახელი და გვარი არის და მორჩა და დამთავრდა. და სულ უნდა იყოს შენ ან ვინც არ უნდა იყოს სახელი და გვარი, სულ უნდა იყოს დაამტკიცების პროცესში რომ შენ ხარ ღირსი, რომ საქართველოს ნაკრების ფორმა და გერბი ატარო შენ მაისურით. ყოველ თამაშზე და ყოველ ჩემპიონატზე. ეგრეა. ჩვენი მოსაზრება ეგრეა, მეგობრებო და დაგვიწერეთ თქვენ კომენტარები, რას ფიქრობთ. შევთანხმდით ამაზე და რა ვიცი, გვაკრიტიკებთ დღევანდელი საუბრით, გვეთანხმებით თუ როგორც არის ეს სუბიექტურად ობიექტური იყო ყველაფერი და ჩვენი მოსაზრებები მოგახსენეთ ერთმანეთს ვაწყვეტირებდით მაგრამ იმიტომ რომ აი რაღაცაში ვეთანხმებით რაღაცაში არ ვეთანხმებით მაგრამ გულშემატკივრიც ეგრეა რა რა თქმა უნდა ბევრი გვეთანხმება ბევრი არ გვეთანხმება მაგრამ ლანძღვა გინება არავითარ შემთხვევაში რა იმიტომ რომ ვიღაცის გულისთვის შეოწყობა არ შეიძლება არ უნდა მივაყენოთ თუმცა რა თქმა უნდა ყველაფერი გასაგებია ვიღაცა გვეთანხმება ვიღაცა არ გვეთანხმება და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ვინც ამ ვიდეოს ნახავთ ვინც მოგვისმენთ და აუცილებლად კომენტარებში გამოგვეხმაურეთ თქვენი მოსაზრებები დაწერეთ და ნუ დაიზარებთ მოწონებებსაც რა მადლობა ყველა გულშემატკივარს ვინც მოიწონებს და ვინც რამე კომენტარს დამიკომენტარე ხო არა აუცილებელი კი ბატონო მადლობა ძალიან დიდი ყველას და რა ვიცი ვერჩი დგომა გამოვხატოთ რაღაცნაირად ყველამ ჩვენებურად რა